არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, მას დადებითად აფასებენ და რამდენიმე ხარბეზზე საუბრობენ. ის ორგანიზაციები, რომლებიც კენჭისყრის პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან, საინფორმაციო ბრიფინგებს დღეს დილიდან მედია ცენტრში მართავენ. ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი და თამთა გაზაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამთა, რა პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობოები? ამ დრომდე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით გამოვლინდა ძირითადად წილისყრის პროცედურული დარღვევები. კომისიის წევრებმა ფუნქციები გადაინაწილეს თვითნებურად და არ ჩატარებულად წილისყრა. ამასთან დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა. ამ დროის მონაცემებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაწერილი აქვს 2 საჩივარი და 10 შენიშვნა. არც ერთი საჩივარი არ აქვს დაწერილი განვითარების და დემოკრატიის წერს, ხოლო 3 საჩივარი აქვს დაწერილი სამართლიან არჩევნებს. სწორედ სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით ერთ-ერთ უბანზე გამოვლინდა კომისიის თავმჯდომარის მიერ ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და ამაზე რეაგირება უკვე იყო. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარეობას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8 საათზე მზად იყო ამ არჩევნის მისაღებად და 15 ივნისის პირველ ტურთან შედარებით ვითარება დღეს გაუმჯობესებულია. დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის ერთი ფაქტი ხულოს საარჩევნო ოლქის 36 საარჩევნო უბანზე, რაც დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა და როდესაც ამ ფაქტს აწოდებდა ჩვენს ცენტრალურ ოფისს, მას სიტყვიერად დაუპირისპირდა კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არ აძლევდა საშუალებას ჩვენთან სატელეფონო საუბრის გაგრძელების. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნები ახდენს სამართლებრივ რეაგირებას. ასევე დაფიქსირდა წილისყრის პროცედურის დარღვევის ერთი ფაქტი თერჯოლის საარჩევნო ოლქის 30 საარჩევნო უბანზე, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, კერძოდ თავისუფალი დემოკრატიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და ის გააყვა გადასატანს საარჩევნო ყუთს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფუნქცია წილისყრის სხვა წევრს გადაეცა. წილისყრის პროცედურული დარღვევები იყო ის, რაც წინა არჩევნებზე, 15 ივნისის არჩევნებზეც იყო სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან დაფიქსირებული და სამწუხაროა, რომ ეს კვლავ მეორდება. ამ არჩევნის ნებაზე არაპირდაპირ გავლენაც შესაძლებელია ჩაითვალოს ის შემთხვევა, რაც ისნის 56 უბანზე მოხდა, სადაც სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მათი და ჩვენი ინფორმაციით ისინი ახორციელებდნენ უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. პროცედურების ძალიან მცირე ტიპის დარღვევები დაფიქსირდა ჩვენს მიერ, რომელიც მოიცავდა ძირითადად წილისყრასთან დაკავშირებულად მცირე ხარვას, ეს იყო თქვათ თანმიმდევრობის არევით განხორციელება, ასევე დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემა ხელმოწერის გარეშე, ასევე ამომრჩეველზე გაიცა ბიულეტენი თვითონ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე, თუმცა ეს იყო ძალიან მცირე ტიპის ხარვაზები და შესაბამისად ჩვენს მიერ ამ ეტაპისათვის საარჩევნო გახსნის პროცესი და ასევე კენჭისყრის პროცესი დღე ამ წუთისათვის მიმდინარეობს მშვიდად და ფასდება დადებითად. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრში მთელი დღის განმავლობაში გამართავს ბრიფინგებს. მე შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების ასეულობით დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ დილის 8 საათიდან და დღის ბოლომდე იმუშაობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ამ დრომდე არჩევნების მიმდინარეობას და ისინი ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდებენ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მადლობა თამთა. არასამთავრობო ორგანიზაციების